რა არის ის ხუთი ფაქტორი, რომელიც იწვევს, რომ ქალი სექსუალურად ვერ კმაყოფილდება თავის პარტნიორთან? ძალიან ცხელი თემა გვაქვს ისევ, ღალატის თემა, რაც არ არის მისასალმებელი და მე აქ ვარ იმისთვის, რომ ესეთი რაღაცები არ ხდებოდეს და თქვენ იყოთ ძალიან ბედნიერები ერთმანეთთან და კმაყოფილები, ამიტომ კარგად მოусმენთ ამ ვიდეოს, მოგესალმებით ჩემო უძვირფასესო თანამემამულეებო. ამ ვიდეოში მე მოგიყვებით 5 ფაქტორზე, რაც იწვევს ქალის სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას. ბოლოში მოგცემთ გამოსავალს. მე ვარ თამარ ღუღუნაძე, ფსიქოლოგი და ოჯახის თერაპევტი, ქართველი ემიგრანტი ევროპაში, ევროპული განათლებით და ახლა კი დავიწყოთ. რა არის პირველი, ყველაზე გავრცელებული ფაქტორი, რომელიც იწვევს ხშირად იმას, რომ ქალი იწყებს გვერდიგვერდ ყუღებას? საქმე იმაშია, რომ ქალის და კაცის ლიბიდო, ანუ პოტენცია, ტემპერამენტი შეიძლება განსხვავდებოდეს. ეს არ არის ან ცუდი, ან კარგი, საკუთარი თავი არ უნდა განიკითხოთ, თუ თქვენ დაბალი პოტენცია გაქვთ. ეს რეგულირდება ჩვენი ნერვული სისტემით, ფსიქიური სისტემით და ძალიან საერთოდ რთული ეს ისეთი ფენომენია. აქ ცუდი და კარგი არ არსებობს, მაგრამ თუ ქალის ტემპერამენტი მაღალია და თქვენი ცოტა დაბალი და ეს არ ემთხვევა ერთმანეთს, აქ აუცილებლად შეიქმნება პრობლემა და აუცილებლად საჭირო არის, რომ გავარკვიოთ, რისი გაკეთება შეიძლება, რომ ქალი იყოს კმაყოფილი, მაგრამ თქვენც იყოთ კმაყოფილი, როცა თქვენი ქალი იქნება კმაყოფილი. მეორე ფაქტორი არის ის, რომ კაცი ხანდახან შეცდომით ფიქრობს, რომ ის პროცესები, რასაც კაცი ატარებს როგორც დირიჟორი ლოგინში, იმიტომ რომ კაცი არის ხშირად დირიჟორი, ავტომატურად უნდა მოსწონდეს და აკმაყოფილებდეს ამ ქალბატონს. არ არის სამწუხაროდ ესე, ამას ავხსნი ახლა შემდეგში, მოусმინეთ კარგად ამ ვიდეოს და გამოსავალსაც მოგცემთ. მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს რაღაცა სამედიცინო, რაღაცა ფსიქოლოგიური ფაქტორი, როცა მამაკაცს მაგალითად არ ეხსნება თავისი მამაკაცური ორგანო დროზე, ან პირიქით თესლის გამოყოფა იმაზე მალე ხდება, ვიდრე უნდა ხდებოდეს, ან რაღაცა ამდაგვარი. აქაც შეგახსენებთ, რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობ დღეს და ისეთ დროს, რომ გამოუსწორებელი არაფერი არ არის, სამედიცინო სისტემა მშვენივრად მუშაობს და კარგი წამლებიც არის უკვე გამოგონილი, ასე რომ აქაც სამარცხვინო არაფერი არ არის, იმიტომ რომ ბევრ კაცს აქვს ესეთი პრობლემა, დამიჯერეთ ძალიან ბევრს, პირადად ვიცი ეს, იმიტომ რომ ვარ ფსიქოლოგი, ასე რომ აქაც აუცილებლად მოიძებნება გამოსავალი, რომ თქვენი ქალბატონი იყოს კმაყოფილი. მეოთხე და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იწვევს შეიძლება ქალის აგრეთვე განდაგან ყურებას, არის ის, რომ კაცი შეიძლება იყოს ლოგინში თბილი, ზოგიერთი კაცი სამწუხაროდ ლოგინშიც კი არ არის თბილი, მაგრამ ის კაცებიც კი, რომელიც ლოგინში შეიძლება არიან თბილი, ლოგინის გარეთ შეიძლება სულაც არ იყვნენ თბილები. არ იცოდნენ ქალს როგორ უნდა მოეფერონ ლოგინის გარეთ.